ეს მიდისოთა. ჩვენ ნებაგზით საუბრებს საღვთო ისტორიის და ნელ-ნელა მივიწევთ მართალი, მაგრამ ეს არის საფუძველი კაცობრიობის ისტორიის. ეს არის თავისებური მოდელი თუ როგორ ხდებოდა ერების გამრავლება, გარკვეულწილად ყოველდღე ჩამოყალიბება, მაგრამ მაგალითად და ნიმუშად მოწმულ ჩვენს წმინდა წერილში, თორედ ღვთისგან გამორჩეული იმ ადამიანების, რომელსაც წმენა ღვთისა ჰქონდა და ღვთისმცემებით ცდილობდნენ ცხოვრებას. აი ეს ამ ისტორიას ჩვენ მივყვებით და დავინახოთ თუ რა გასასწრებები შეიძლება მოიგნოს ადამიანს და რა გამოსავალია გასასწრებებში და მოიქცეს. ჩვენ საუბრები შეჩერდება რომ იაკობი ისაკის უმცროსი შვილი თავის დედის ძმის თავის ბიძის ოჯახში მივიდა. და იქ მოეწენა მათი ქალიშვილი, ერთი რაქელი და შეუტახდა მის მამას, რომ თათარევ შვილი წელი ემსახუროს მას, რომ ამ სანაცვლოდ მისცემს თავის ქალიშვილს გააგრძელოთ. იყო წესი, რომ გარკვეულწილად გამოსასყიდი უნდა გადაეხადა შემონატანი ოჯახს, როცა ასულს წაიყვანდა იმ ოჯახიდან და სანაცვლოდ შემოეტანა და რადგან იაკობი ასეთ ხელსარეთ ჩავიდა, რა უნდა თქვა 7 წელი გემსახურები შენ. შვილის განმავლობაში გამრავლდება ის ცხარი და ესე სიმდიდრე, რომელიც მისი მსახურებით რასაც შეიძენს ეს ოჯახი. ეს ხო ჩემი გამოსასყიდია. და გავიდა 7 წელი გახსოვთ და ლაბანმა ქორწილის ბოლოს აღამდა უკვე ზოგი ნასვამი იყო და იაკობთან კარავში მიყონა უფროსი ქალიშვილი ლია. როდესაც გათენდა და ადგესასიდან იაკობი აღმოჩნდა, რომ რაქელის მაგერად იყო რაქელის ხო რებეკას ნაცვლად იყო მისი უფროსი და ლია. და უთხრა იაკობმა ლაბანს, ეს ამიყავი შენ რაქელისთვის არ გემსახურე შენ, რატომ მომატოვე მე? უთხრა ლაბანმა, არ არის ეს ჩვენ მხარეში, რომ მისის უფროსი ადრე გაათხოვოსო. შესული მისი შვიდეული და მოხსენ შენ მასაც იმ სამუშაოს სანაცვლოდასაც ამუშავებ ჩემთან. კიდევ სხვა 7 წელიწადს. ხედავთ, აი ეს გამოსასყიდია 7 წელი, ვთქვით. ავდეს მოდულზე შეძლეს გარკვეულ ქონებას ოჯახს და ეს სანაცვლოდ ერთჯერადად ქონდა ამდენი თანხა, არსებდა შეიძლება, მაგრამ ეს შემთხვევით არ არის. და საქმე უბრალო გამოსავალში არ არის. ლაბანს მოეწონა იაკობის მსახურება, რომ ესმის მას საქონელთან ურთიერთობა, ცხვართან განსაკუთრებით და უვლის მას ამრავლებს, ამბიდრებს და ამიტომ ხედავ ამდგაშო, რომ ეს ქირით დადგენილი კი არ არის. ეს მთელი სინდისის კარნახით და თავისი გამოცდილების კარნახით მოქმედებსა და ანუ საუკეთესო მუშა არის. და რაც მეტი იქნება ჩვენ სახლში და ერთი მსახურის მეტი უფრო ეთესე ჩვენ სახლისთვისო. აი ესეთი მერკანტილური დამოკიდებულება ჩნდება ლაბანს თავისი დიშვილის მიმართ. გამოყენებით დამოკიდებულება მისი და მეტი ქონება შემოიტანს ოჯახში
მეტად გამრავლოს ეს საქონელი, რაც მას დარჩება ლაბანს და თვითონ ის იქ ოჯახში დარჩება. ანუ უსასყიდოდ იმუშავებს და არ იცავს. სასყიდია რომ მიეცემა მას ცოლად ის, ვინც მას უნდა. აი ეს არა ის გეძლევა, რაც შენ გინდა. რაც შენ გინდა ერთია, იმის აპასუხოთ რა გეძლევ ღვთისგან, ეს ამას დაფიქრება უნდა, რატო მოხდა ეს. ხო? რომ იაკობმა აირჩია გარეგნული სილამაზის მიხედვით. რაქელი და ლია არ მოწონდა. ეს ერთი მეორე მან დედის კარნახით მოატყუა მამას და პირშობილების კურთხევა მიიღო მისგან ამ გზით. ხო და მამის კითხვას ვინ ხარ შენ? უპასუხა მე ვარ შენი შვილი ესავი. ეხლა იგივე მან მიიღო რომ პირდებოდა ლაბანს ერთს და მისცა მეორე და უშო ეს ასეა ჩვენ შორის. ასე ვიტყვით იაკობის ქმედება თავის მამასთან. რა ასეა ჩვენ შორის? კი, რა, ტყვილი არა. ღვთისერთგულება, ღვთის აღთქმის მიმოწახურება და დაცვა აღთქმისა და ღვთისამებ ცხოვრება. იაკობმა ამისთვის გადაწყნა ბიჭი და როგორც ტყილისას იდო რომ პირველი ყოფილიყო და მიიღო მეტი ქონება. არა. აქაც ხედავთ ეს ლაბანი ირჩევს უკეთეს მსახურს. და იაკობს უნდა უფრო ლამაზი გარეგნულად და ცოტა უშო და შევხედავი. ნუ იყოს ისიც, მაგრამ ისიც იყოს, რა. ანუ სიღო კანონი. უპირატესი არის პირველი ვინ. ხო? იქ ისააკის ოჯახშიც ესე უპირატესი ეძლეოდა კურთხევა და იაკობმა დედის კარნახი თავის დარმოჩენა უპირატესად თუ ის არის უფროსი და კი მე ვარ ესავი უთხრა მამას. აი ახლა უფრო ლამაზი უნდა და ცოლიყო და მიეცა სხვა. და თუ გინდა ის მაშინ კიდე იყვაძე შენ კიდე 7 წელი. აი ეს თავისუფლად ლოგიკური შედეგი არის იმ მოქმედებისა რაც იაკობმა სახში ასულა მამასთან ცოტი თხოვდა კურთხევას. შემდეგ იაკობი ბუნია ხელცხოვრობს ორ ცოლთან და შვიდმა წელს გავდო და შევიდა რაქელთან და შეუყვარდა რაქელი უფრო ვიდრე ლია და ემსახურა მას სხვა 7 წელიწადს. რამდენი წელი გავიდა ესე იგი 21 წელი გავიდა რომ იაკობი არის ეს ლაბანის სახლში. პირველი დათ ცოლის 7 წელი ემსახურა, მეორე ცოლის კიდე 7 წელი ემსახურა და მერე უკვე კიდე 7 წელიწადი. ისთვის კიდე 7 წელიწადი რომ ის თუ იყო გამოსასყიდი. ეხლა უკვე შექმნა ოჯახი და ოჯახში ეტება გარკვეული მატერიალური საფუძველი. და კიდე 7 წელიწადს ვიშოვებ შენთან თან ლაბასაც ურჩევნე ეს და იქ მონაგები რაც იქნება ის უკვე ჩემი ოჯახის იქნება. რომ ლაბანთან ანგარიში გასწორებულია. ორივე ასულისის მან 7 წელი იშომა. აი ახ შემდეგი მეშვიდე. ანუ ეს მესამედი არის უკვე მისი საკუთრება. და მაგრამ აი
რაქოს შვილი არ იყოლა. და ლაბანმა რაქოს მამამ თავის კაცს თავისი ასულის მისა თავისი მსახური ქალი სახეთ ბალა და ესეც იხილა უფულმა რომ მოდულებული ლია და მიზიდა იაკობი თუ ლიას ეყოლა შვილი. ჯერ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, აი ამ 7 წლის განმავლობაში ვიდრე რაკელი გახდებოდა იაკობის ცოლი, მას ეყოლა შვილები. ეს პირველი 4 შვილი. იხილა უფალმა რომ მოდულებული ლია და გაუხსნა საშუალო ხო რაქელი იყო ბერძი. და უცალღულია დაუშვა იაკობს. და პირველი სახელი იყო რეუბენი. და შემდეგ ისევ მუსათიღო ლიამ და შვა მეორე ძე თქვა რომ ეს ოფოსი რომ მოდულებულ ვარ დამოცემი ესაც. ეწოდება სახელი სიმეონი. და შემდეგ კიდევ შვილი. და აი ესე ხედავთ რომ პირველი ეს 4 შვილი და აქედან ერთი უკვე შევხედავთ რომ პირველს რუბენი, მერე სიმეონი, მერე ლევი და მეოთხეს იუდა. ლევი არის ის ტომით გახდა ღვთისმსახურთა ტომი. ხოლო იუდა ტომი როდესაც გამოვიდა მეფეები. აი ლიასგან ესე იგი იაკობს მიეცა შვილები, მაგრამ უბრალოდ არა. აქედან სამდელო და საერო დასის წინამძღოლები. მდელთორები და მეფეები გამოვლენ. მაგრამ ეს მომავალში მოხდება. იაკობი ამას ვერ მოესწრება. მაგრამ რწმენით მას სწავს რომ უფალია საოცროს აღსრულდება. აი ასე მაგრამ ამ დროს ნახა რაქელმა რომ ვერ უშვა იაკობს და შეშურდა რაქელს თავისი დისა და უთხრა იაკობს მომეცი მე შვილები თუ არა მე მოგდები მეო და განორისდა იაკობი რაქელს და უთხრა მას განა მე ნაცვალი ვარ ღვთისა რომელსაც მოგაკლო შენ უცის ნაყოფი თორე რაქელი იაკობს აჰა ჩემ ხევალი ბალა მიდი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე და შვილია გავხდები მეც მისგან ჩვენ უკვე მსგავსი სიტყვები გვაქვს მოსვლილი დაკითხული და გავახსენეთ ეს თუმცა სარა ეუბნება თავის ხელს და მაგრამ ჯერ უთახეს მეუღლეს აბრაამს რომ აი რადგან ჩემგან არ გეძლევა და შენ ვარ და შეუშვილო შენი შვილი ხო იქნება აი ანუ ეს თავგანწირვა არის ქმრის გამო ცოლის რომ თავის თავმოყარეს მოყარებას თავის უპირატესობას ოჯახში თითქოს თმობს ამ ყველაფერს რომ ქმარი ნუ გესიმული იყოს და ან შუასო ჩემ მუხლებზეო და ეს ჩემგან იქნება ჩემგან რატო ფიზიკურად არა რადგან თანხმობა უთხრა ამდენად მისგან არის ის ძალასგან ასევე ხდება რაქელი ითხოვს რომ თავისი ხევლისგან ვიღოს მას შვილი იაკობისგან ხეოთან ურთიერთობით
და ის გაიხარებს და ამ სიხარულს მე გადასცემს თავის ქმარს, რომ თურმე შვილიერება იყო მადლის ნიშანი, სიკეთის ნიშანი, მომავლის ნიშანი და ამიტომ ქმარს გაუხარდება, რომ მასზე შვილები ეყოლება გამგრელებელი საქმისა და იაკობთან მიმართებაში რისგან იხწოდა იაკობი და გაბედა მამასთან ეს მისვლა იმ გზით ოდედმა უკანახა აი ამ გზით ის იცავს აღთქმას დადებულ ღმერთსა და ადამიანს შორის. ის ამ აღთქმის შვილი იქნება თვითონ და მისი მოდგმაც აღთქმის შვილები იქნება. ღვთის ერი ჩამოყალიბდება. აი ეს არის თავარი მიზანი მოქმედებისა და შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ ითხოვა რახილმა, რომ თავის მხევარი ბალასგან რომ ეყოლოს შვილი და უცად იყო ბალამ და რახილის და უშვა იაკობს ძე და თქვა რახილმა გამსაჯა მე ამეთო და შისა ჩემი ხმისა და მოცემე ძე ამას გამოუწოდა მისახელი დანი და მუსად იყო კვლავ ბალამ რახილის ხელმა უშვა მეორე ძე იაკობს და თქვა რახილმა შემეწემე ღმერთი და გაუთანასწორდი ჩემს დას და შევძელი და ეწოდა მის სახელი ნევთალი. აი, ხედავთ, და ხდება, ხალდება ეს 12 შვილი იაკობის, რომ სათავე იქნება ებრაელიერის და რა გზით ხდება გამრავლება. თავარი არის ღვთის აღთქმისა და ერთგულება, მსახურება და რაც მას ღვთისმშობლებს არ ეძლევა თანდამლობით და ლოცვა ვედრებით და ერთობით ღვთისწყალობით ხდება აი ამ შვილების შეძენა. აი ეს არის ერთ-ერთი თავარი მოტივი მოჯახის არსებობის. ამიტომ დავთვალ ჩვენ საუბარს და მომდევნო მოვლენებზე შემდეგ ვისაუბროთ. მე თან